ბურგერის მომზადებას ჩვენ გაჩვენებთ 0-დან ბოლომდე. კარგად გავაერთიანებთ, რომ გადანაწილდეს საქონლის და ღორის მასა, საიდუმლო ხრიგს, რომელსაც მე ვიყენებ, გაგიზიარებ. არის ლეგენდა და რაღაცა სიმართლესაც შეიცავს, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი მომენტი. დღეს მოკლედ მოვამზადებთ ყველასთვის საყვარელ კერძს, ამერიკული გასტრონომიის ღირსშესანიშნავ კერძს, ეს არის ბურგერი. ბურგერის მომზადებას ჩვენ გაჩვენებთ 0-დან ბოლომდე. როგორ მოვამზადოთ და გამოვაცხოთ პურები, როგორ შევასუნელოთ ფარში. ასევე ერთი კაი სიახლე გვაქვს, რომ გვაქვს უკვე ვებერის გრილი, რომელიც ჩვენმა მეგობარმა გრილსმა მოგვაწოდა და უფრო მეტ დეტალს ცოტა ხანში უკვე გრილზე რო გადავალ, გრილზე მერე მოგიყვებით. ინგრედიენტები, რაც საჭიროა თავიდან ბოლომდე რომ მოვამზადოთ ბურგერი, არის პირველ რიგში პირველი ხარისხის ფქვილი, როგორც ვიძახი ხოლმე 12%-ის ცილა მაინც უნდა გქონდეს ფქვილს. ასევე დაგვჭირდება რძე, საფუარი, მარილი, შაქარი, კარაქი. ეს და კვერცხი, ეს რაც შეეხება ცომს, რაც შეეხება უკვე უშუალოდ ფარს, საქონლის და ღორის ფარშის მიქსი უნდა გავაკეთოთ 700 გრამი საქონლის ფარში, 300 გრამი კი ღორის. მეტად ცხიმიანი ჯობია ყოველთვის. ასევე დავამატებთ ფარს დოგს, კეჩუპს, ვოლჩესტერის соуს, პილპილი, მარილი, რა თქმა უნდა, ასევე კვერცხი რო უფრო შეიკრას და ცოტა გაზიან სასმელსაც დავამატებთ, რომ უფრო აფუდეს ფარში. ასევე соуსის სახით გვექნება, რა თქმა უნდა, იოგურტი მევგალის, რომელსაც შევაზავებთ კეჩუპთან, ვოლჩესტერთან ერთად. გამოვიყენებთ ასევე სალათის ფოთოლს, პომიდორს და ყველს ჩედარს, რომლითაც მერე კიდე ცოტა რძეს დავამატებთ და მოვამზადებთ ყველის соуს. პირველ რიგში რაც გვჭირდება, ეს არის ფქვილი 450 გრამი, რომელსაც უნდა დავუმატოთ სითხის სახით რძე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიყენებთ არლას რძეს, რომელიც არის ნუტრიციდებით სავსე, კალციუმით, პროტეინით, ვიტამინი D, ვიტამინი B12-საც შეიცავს და ძალიან საინტერესო რამე უწერიათ თვითონ, რომ გვჯერა, რომ ბედნიერი ძროხა გვაძლევს საუკეთესო რძეს, ასე რომ ვაბედნიეროთ ჩვენი ძროხები, რომ გემრიელი და ჯანსაღი რძე მივიღოთ. და რა თქმა უნდა, ორგანული არის 100%-ით. ესე იგი, 450 გრამ ფქვილს უნდა დავამატოთ 340 გრამი რძე. ასევე დაგვჭირდება 50 გრამი შაქარი. შაქარი საფუარსაც ეხმარება გააქტიურებაში და ცომი ძალიან სასიამოვნო მოტკბო აუცილებლად ბურგერის ცომს სჭირდება მოტკბო პური, რომ გემოები უფრო გაიხსნას და უფრო ვისიამოვნოთ თვითონ კერძიც. ასევე ცოტა 8 გრამი მარილი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არის ლეგენდა და რაღაცა სიმართლესაც შეიცავს, რომ საფუარის და მარილის მოხვედრის შემთხვევაში საფუარი კვდება. თუმცა თუ დიდი ხანი დავაყოვნოთ მარილს და საფუარს მაგ შემთხვევაში, თუ სწრაფად ვძელთ ცომს აი ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ყველაფერი ერთად უქნათ, საფუარი არ დაზიანდება. 7 გრამი საფუარი. და ეხლა რაც მთავარია, გვჭირდება კარაქი. კარაქს გავალღობ. ჩვენ დანიური ბრენდის ლურბაკის კარაქს 50 გრამი დაგვჭირდება. ჩვენ გრილში გავაცვობ და ამ ყველაფერს ერთად შევზევ. და ასევე მხოლოდ ერთი ცალი კვერცხი. ცომი გამოდის ცოტა თხელი და მოყვარულებისთვის ძალიან ცოტა რთული იქნება მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე გეპატიებათ და ცოტა ფქვილი რო გამოიყენოთ, კარგი იქნება. და ასევე რჩევა არის, რომ ერთი ღამე მაინც სამაცივარში დააყოვნოთ, რომ სტაბილიზაცია მიიღოს. როგორც გითხარით, ეს მე წინა ღამით მოვზილე, უკვე ფუვდება, მალე ღუმელში წავა და აი ესე გამოიყურება მთლიანად ცომი, რომელიც ერთი დღე მაცივარში დაყოვნდა. იმიტომ რომ სამუშაოდაც მერე მარტივი არის და ხელებზე არ გეწებება. ასე გამოიყურება ვებერის გრილი. ვებერის გრილი არის ამერიკული გრილი,
ძალიან პოპულარულია ამერიკაში და მულტიფუნქციურია და ნელ-ნელა ამას გიჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნებისთვის. გრილსმა მოგვაწოდა Weber-ის გრილი და ჩვენ ახლა სადმე ამოვანათებთ, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ონლაინ, ასევე შეგიძლიათ მაღაზიაში, შოურუმში ეწვიოთ და იქ დაათვალიეროთ კიდეც ბევრი გრილი აქვს სხვათა შორის და ბევრი აქსესუარი. კარაქს ცოტა შევალღობ, რომ ცომთან უფრო მარტივად მოხდეს მისი შეერთება. როგორც წინაზე ბევრჯერ მიჩვენებია, თავიდან ვიწყებ ჩანგლის ან კოვზის ან ხის გამოყენებით, რომ ფქვილი და სითხე გაერთიანდეს და უკვე მერე გადავდივარ ხელით მოძელვას. აქვე დავამატებ ერთ კვერცხს, უბრალოდ როდესაც კვერცხს შეიძენთ, აუცილებლად დააკვირდით, რომ ამ შემთხვევაში გჭირდება 0 კატეგორიის კვერცხი, რადგან 0 კატეგორიის კვერცხი ზომით უფრო მოზრდილია და იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ცომს სჭირდება. კარაქი პრინციპში უკვე გალღვა და როდესაც სამზარეულოში მუშაობ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა ხარისხის ჭურჭელს იყენებ. ამ შემთხვევაში გვაქვს ლოჯის თუჯის ქვაბი, რომელიც ამერიკულია, ესეც ამერიკულია და თუჯზე ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ, რომ სამზარეულოში მით უმეტეს როცა გრილზე მუშაობ და მაღალ ცეცხლზე საუკეთესო ვარიანტია ამით მუშაობა. სხვათა შორის ეს ჭურჭელიც გრილსმა მოგვაწოდა. გავაგრძელებ მოძელვას. ყველა ინგრედიენტი უკვე მოთავსებულია. ძიმე ცომი გამოდის, რადგან კარაქი საკმაოდ აქვს და აფუება არ შეგეშინდეთ თუ გაუჭირდა. ამიტომ ჭირდება დიდი ხანი მაცივარში ყოფნა. სტაბილიზაციისთვის და საფუარმაც რო იმუშაოს. აი ესე გამოიყურება შემდეგ უკვე მოზელილი პროდუქტი. აი საჩვენებლადაც მაგიდაზე გადმოვიდა და უფრო კარგად მიხვდებით თუ როგორ გამოიყურება. ძალიან ფაფუკი, მსუბუქი ცომი არის. ამ შემთხვევაში 100 გრამიანი გუნდები არის მოჭრილი. თქვენცაც შეგიძლიათ ცოტა ფქვილის დამატებით ხელზე არ მიგეკროთ. აი ესე დაამუშავოთ და ეცადეთ რომ ცოტა სიმაღლე მისცეთ. რომ პური სიმაღლეში კარგად წავიდეს და განში არ გაიწევს. აი ეს. აი ესე არის და ესე უკვე აფუება დაწყებული აქვს და ცოტა ხანში უკვე ღუმელში შევდგა. სხვათა შორის საქვე რაც მინდოდა მე თქვა რომ აქ შუაგულში შეგიძლიათ ქვის ჩადგმა, საცხობი ქვის ჩადგმა. უბრალოდ გრილს ამ მომენტისთვის არა აქვს, ჩამოდის, გზაშია და მალე მოგვაწვდიან და იქაც გიჩვენებთ უკვე გრილში როგორ შეგიძლია ცომეულის გამოცხობა. ამ შემთხვევაში ამიტომ სახლის ღუმელში გამოვაცხობ და მერე გავაგრძელოთ უკვე შესუნელება ხორცის და უკვე აწყობაც. როგორც გითხარით, პროპორციულად აქ გვაქვს საქონლის ფარში 700 გრამი და 300 გრამი ღორის ხორცის ფარში მეტწილად ცხიმიანი. კარგად გავაერთიანებ, რომ გადანაწილდეს საქონლის და ღორის მასა და დავიწყებ შეზავებას. ერთი სუფრის კოვზი, დიჟონის მდოგვი, ასევე ერთი სუფრის კოვზი კეჩუპი, ასევე ვოლჩესტერის соуსი, უბრალოდ ცოტა მძაფრი соуსია და ყოველთვის მორიდებით დაასხით, მარილი და პილპილი. ასევე დაგჭირდება ერთი ცალი კვერცხი, რომ მასა კარგად შეიკრას და შეწვის დროს, როდესაც ცეცხლზე მოვათავსებთ, არ დაიშალოს. ასევე ერთ საიდუმლო ხრიგს, რომელსაც მე ვიყენებ, გაგიზიარებთ, რა მაქვს თქვენთან დასამალი. ძალიან მიყვარს და საქმის
შველის გაზიანი სასმელი. ეს შეიძლება იყოს Coca-Cola, შეიძლება იყოს Pepsi, არა აქვს მნიშვნელობა. აი აქ მოხ გადმოსხმული და დავამატებ, რომ მისი CO, რასაც შეიცავს სასმელი, უფრო გააფუებს და ის სიტყვა, რაც აქვს, უფრო გემრიელს გახდის ფარს. ასევე შეგიძლიათ მინერალური წყალიც გამოიყენოთ. არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ რახან სიტყვა მოყვება, მირჩევნია ყოველთვის კბილი გაზიანი სასმელი გაუკეთო ნეიტრალური გემოს. აი ესე გამოიყურება უკვე თითქმის შეზელილი ფარში. ასევე გრილსმა მოგვაწოდა სპეციალური ბურგერის ფორმის მისაღები, შეგიძლიათ შეიძინოთ და გაიმარტივოთ საქ. კაი ჩაზელვა უნდა, აი ქაბაბის ჩაზელვა, ვისაც გახსოვთ, ცომივით უნდა გაერთიანდეს ფარში. კარგად დაამუშავეთ და მე უკვე გუნდებად მოვჭრი, უკვე პურსაც რო გამოვაცხობ და მაგასაც გიჩვენებთ. ამ ხორცსაც დავასვენებ მაცივარში. როგორც გითხარით, მოგვიწევს სახლის ღუმელში, რაც თითოეულ თქვენგანს გააქვთ სახლში, მასში გამოცხობა, გადმოვიტან ახლა აფუებულ გუნდებს ჟარონაზე, კვერცხს გადაუსვამ და 180 გრადუსზე 25 წუთი გამოვაცხობ. კიდევ გავმეორდები, რომ ინდივიდუალურია ყველა ღუმელის ტემპერატურა, ასე რომ მაინც პირველ ეტაპზე, როდესაც ცდით, თვალი გეჭიროთ, რაც თავარია, მაღალ გრადუსზე არ გამოაცხოთ, რომ გარედან დაიბრაზოს და შიგნით გამომუცხვარი დარჩეს. ასე რომ ჯობია 180-ზე გაახუროთ ღუმელი და 20 წუთის შემდეგ უკვე ყურება დაუწყოთ დაწვისკენ არ წავიდეს. ეხლა კვერცხს გადაუსვამ და წავა წინასწარ გახურებულ ღუმელს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კვერცხს როგორ გადაუსვამთ, იმიტომ რომ ძალიან ემჩნევა უკვე გამომცხვარს კვერცხის გადასმული ხაზები. თუ გინდათ რომ იდეალურად და ლამაზად იყოს, ეცადეთ რომ თანაბრად და ლამაზად გადაუსვათ, რომ მივიღოთ საბოლოო ჯამში ლამაზი ფუნთუშა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძირშიც წაუსვით კვერცხი, რადგან რო გონია რომ ზემოდან მხოლოდ ერთი გადასმით ან ორი გადასმით საქმეს უშველით, არა. რადგან ცხობაში პური ისევ იზრდება მოცულობაში და ქვემოთ ჩანს რომ მშრალი პურია. პურები გამოცხვა. სიმართლე გითხრათ 20 წუთზე მეტი დაჭირდა, იმიტომ რომ ამ ღუმელს არ ვიცნობდი 200 გრადუსზე 30 წუთი ეყო აი ესეთი ლამაზი პურები, რომ მიგვეღო იმ რეცეპტით, რაც გითხარით. ეხლა სანამ ხორცს გრილზე დავაგდებ, აქვე გვაქვს ტრამონტინას დანები ბრაზილიური, რომელიც გრილში იყიდება ასევე და სანამ ხორცს დავამუშავებ და გრილზე მოვათავსებ, ცოტა ცხელი არ არის, გრილი არის, დავჭრი, რომ უფრო მალე გაგრილდეს პური. ესე გამოიყურება, ეხლა ცხელი რო ჩავჭერი ცოტა გაიგლისა, მაგრამ ეგ არაფერი, ეს ერთი პურია ესე იყოს. კარგი, სანამ ხორცას დავაგდებ, ბარემ соуსი გვჭირდება. არ ვაკეთებ არც მაიონეზის ბაზაზე, არც აიოლი ამომყავს, არც ჩემი თუ ამზადებ მაიონეზს, მე ვიყენებ ბერძნულ იოგურტს 100%-იანი ძის ნაწარმი, რომელიც გაწურულია ბოლომდე, რაც ძალიან მიყვარს ამ ბრენდში და ამას უკვე მევგალის იოგურტს დავა ამერიკულებ ბერძნულ იოგურტს, დაუმატებ შესაბამისად კეჩუპს, დოქს, ცოტა ფილფილს მივცე, უოლჩესტერის соуსი აქაც. მოვურევთ. აი ესე გავხადეთ ბერძნული იოგურტი, ამერიკული და უფრო ჯანსაღი ვიდრე აიოლი ან მაიონეზი. დროს არ დავკარგავ და
ყველის соуს ჩვენით მოვამზადებთ. კარაქი 50 გრამი. არლას რძე, რა თქმა უნდა, რომელზეც უკვე საკმაოდ ვისაუბრე და სადაც 20-30 გრამი და ყველი ჩედარი. უფრო გავაკეთილშობილებთ კარაქის და რძის დამატებით. ეს დავახუცმაცებ, ჩავდებ ჯუჯის ჭურჭელში, რომელიც თანაბრად გადაანაწილებს ტემპერატურას და მივიღებთ ჰავერდოვან მასას. ჯუჯის ქვაბიც გვეხმარება და ლურპაკის კარაქიც. სანამ ვებერის გრილი საქმეს გააკეთებს, მანამდე Starbucks-ის ყავით გავიგრილებ ყელს. ძირთან ყოველთვის მეყვარს ცივი ყავის დაღება. გადავიდეთ ახლა უკვე ხორცის დაგუნდავებაზე. დროა უკვე ხორცი მოვათავსოთ გრილზე. ყველი соусიც უკვე შეერთდა. ყველი соус გავაკეთილშობილებ, ცოტა პაპრიკასაც დავამატებ, ფერსაც შეიცვის და გემოსაც. ამასობაში სანამ ხორცი მზადდება, pomidors დავჭრით და საათის ფოთოლს გავამზადებ. შენიერი. პურებს ახლა სპეციალურად არ ვდებ გრილზე, რადგან ახალი გამომწვარია და ის ფუნქცია და შედეგი, რასაც პურის ცეცხლზე დადებით ვიღებთ, ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. უბრალოდ ბოლოსკენ უკვე როცა ხორცი მომზადდება, 1-2 წამით მოვათავსებ, რომ კვამლის არომატიც აიღოს და ცოტა შეპიწყდეს. ამოვიღებ შუაგულს. მოვყოფ და ცოტათი ჩავჭრი, რომ ძალიან დიდი ფოთლები არ შეგვდეს ჭამის დროს, რომ უფრო კომფორტული საჭმელი იყოს. ეხლა ეს არის საბაზისო ბურგერი. ძალიან ბევრი რამის დამატება შემდეგ შეიძლება, თუმცა ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ისეთი, რომელშიც გემოებს კარგად გაიგებთ. თორე შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ კარამელიზებული ხახვი და ბევრი რამ ზემოდან. გავიდა პრინციპში ბოლოსში უკვე ჩვენი ბურგერი, გახუხდა პური, გადაუსვამთ ჯანსაღ соуს მევგალის დამსახურებით ქვედა ფენაზე. ცოტა საათის ფოთოლი აქვე. პომიდორიც, ბევრი არ უნდა, ახლა მთავარი ხორცი. პურის შესაბამისი ზომის ხორცი მოვამზადეთ. და წვენილები მოსდის. ზემოდან ცხელი соуსი. და ზემოდანაც და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი მომენტი. მნიშვნელოვანი არის, რომ ბურგერი გავხადოთ უფრო კომფორტული საჭმელი. უნდა დავუპრესოთ, წვენსაც გამოუშვებს ხორცი. და ნახეთ, ამაზე გახდა. ოჰოჰოჰოჰო. ეცე წვენი მეც მიტა.
სხვათა შორის ძალიან მოუხდა მეუგალის соуსი. თუ სკეპტიკურად ხართ განწყობილი რომ იოგურტი ბურგერთან რა შუაშია, დამიჯერეთ, უფრო აფრეშებს, აცინცხლებს ხორცს და უფრო მსუბუქი არის საჭმელად. ძალიან კაია. პური დააყოვნეთ, ჯობია რომ გამოშრეს და შემდეგ მოხუხეთ და შემდეგ ააწყვეთ ბურგერი, რომ უფრო ნაკლები ცომი წამოკვეთ ჭამის დროს. ძალიან მე სიამოვნა ვებერის გრილის გამოყენება, იმიტომ რომ ვებერის გრილი რო არ ყოფილიყო, აი ესეთ ბურგერს კვამლის არომატით და ზუსტად ისეც როგორც საჭირო, როგორც ამერიკულია და ავთენტურია ეს სიტყვა, ხო იცით, მიყვარს. არ გამოვიდოდა ამერიკული გრილში, ამერიკული პროდუქტი უნდა გაკეთდეს. ასე რომ თუ გინდათ მსგავსი ვიდეოები, მსგავსი კერძები, ახლებური ვერსიები, ძველის გახსენება, იცით უკვე რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვალაიქოთ და თურმე ზარის ღილაკის ყოფილა და იმასაც უნდა დააჭიროთ. ავადროებით.